საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე მას პინძლობს ადილი რესტორან ფუნიკულიორში 1 საათის წინ დაიწყო. სამუშაო სადილის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ასოცირების ხელშეკრულების და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილება. სამუშაო სადილს გიორგი მარგველაშვილთან ერთად ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, უშუალოების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ვანო მაჭავარიანი ესწრებიან. საუბარი ქვეყნება ბუნებრივია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდამდე მოსამზადებელ სამუშაოებზე იმაზე თუ რა არის გასაკეთებელი, ასევე ევროკავშირის მხრიდან შესაძლო დახმარებაზე და ასევე გვექნება რა თქმა უნდა საუბარი დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიწოდება, ურთიერთგაცვლა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, განიხილება აუცილებლად, იმიტომ რომ თანამონაწილეობა და ჩართულობა დიპკორპუსის საქართველოში განხორციელებულ პროექტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, აქვს მედიასაც კონკრეტული წინადადებები და არასამთავრობო სექტორსაც.